რეკლამამ ჩაიარა, ახლა ვაგრძელებთ დისკუსიას. გადავიდეთ კიდევ ერთ ასპექტს შევეხოთ. ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ და როგორ უნდა ვქნათ. პირველ რიგში ჩვენი ხელისუფლებას ბევრი ჭკუის სწავლება არ სჭირდება და კარგად იციან რა უნდა გააკეთონ. უბრალოდ ჩემ მოსაზრებას ვიტყვი. საჭირო უფრო მეტი დივერსიფიცირება. საჭიროა საბანკო სისტემაში, ახლა ამან კიდევ რა აჩვენა. რომ საბანკო სისტემა ჩვენ არ გვაქვს. საბანკო სისტემა არის ინგლისის, ბრიტანეთის. ესე მოხდა. ძალიან ბევრი პლუსია, იმიტომ რომ ეფექტურია, კარგად მუშაობს და ასე შემდეგ, ტექნოლოგიები გადმოიღეს, მაგრამ მფლობელები არიან აი სწორედ იმ deep state-ის დაქვემდებარებული ხალხი. ამიტომ ჩვენ უნდა ბლოკჩეინებზე, სხვადასხვა დიდი ქვეყნების ბანკების შემოსვლაზე უნდა ვიფიქროთ, ამას აკეთებენ, მე დარწმუნებული ვარ, ეხლა მე უწყოს კი არ ვასწავლე. კი ბატონო, დიგიტალური სუვერენიტეტი. აი როგორც დუბაიშია კრიპტოვალუტის ძალიან იოლი ხელმისაწვდომობა და ასე შემდეგ. ამას გააკეთებენ ისეთი ფინანსური მესვეურები ყავს ჩვენს ქვეყანას. ასევე იდეოლოგიურადაც ჩვენ უნდა რაღაცნაირად მეტად ან განუმარტოთ ახალგაზრდებს ან ძველგაზრდებს თუნდაც რომ ეს ქვეყნები არის ჩვენი მე არ მინდა მტრული ვთქვა, მაგრამ აბა სხვანაირად როგორ აქვს? არა მეგობრული ესე. არა, ხო, მტრული ახლა არა ანუ ნებისმიერი ფეტიშიზაცია უნდა აუხსნათ, რომ ეს ქვეყნები არის გარდაიქმნა უკვე რაღაცა ვოუკ ლიბერ-დებილური, ლიბერ-აგრესიული თუ რაღაცა გაუგებარი ნერვული სისტემის მქონე ადამიანებად, რომლებსაც გაგწირავენ ისე როგორც მოწონებული რა. ანუ ეს აუხსნათ, რომ მათთან ურთიერთობა, მათი გრანტები, მათი მოწონებაც კი არის პრობლემა. ჩვენი ქვეყნის პრობლემა. მათ არ უნდათ ჩვენი გახარება. აქ უნდათ ქაოსი, აქ უნდათ რევოლუცია და შენ როცა რაღაცნაირად ექცევი ამ გავლენის ქვეშ. აი თქვით კიდევაც რომ როგორ იწონებენ, რომ დასანქცირებული ვართ. თუნდაც ეს მოწონება არის გარკვეული პირველი ნაბიჯი ეშმაკისთვის სულის მიყიდვაზე რა. განა იმას მოვახ რომ მე უნდა მოვეწარო და მაგრამ ღმერთი რჯული ეხა რუსული გავლენა ჩვენ ვერ დაგვიმტკიცეს, რაც არ არის იმას ვერ დაგვიმტკიცებენ და ჩვენ პატრიოტული მოტივებით საუბრობთ აქ და ამ ბრძოლაში თუ ბრძოლაში ვაჩვენთ მაგიტო ვართ და კი ბატონო ისინი ისე ეყვნენ ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ ავიამზის და ბომბს ნუ ნატრულობ რა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თქო. ან ჩაულ მეტაფორა მე კიდევ დავამატებდი ერთ ძალიან შონ დეტალს ამას. რატოღაც აღმოაჩინე რომ ეს დასანქცირების მერე ხალხი იყო გახარებული რა. ის მეორე მხარე ხო და რესიმენდი აქვს. ანუ იცი რა მეინტერესებს? აი ხო დაწერეს კაცო რა დაგვემართე. ისეც მე ჩემ თავზე მეცენებოდა რომ მე გიждები შენს ლამაზ კბილებზე იმაში რო არის. მებები და ილიკო და ილორევში და თვალებზეო და მაგალითებს თვალებზე. შენ ბრილიანტივით თუ მარგალიტივით კბილებზე სადღაც ხაკბილები და დაახლოებით ხავ კიდულობდი და გაუჩერდება საერთაშორისო პროექტები და მაგარი საერთაშორისო პროექტები გაგვიჩერდება ჩვენ. და ჩავა რა იცი. ჯერ დავიწყოთ იმით რომ ერთი კარგი ცენტრალურ-აზიური გამონათქვამია რომ რაც არ უნდა იძახო ხალვა ვარტო სლაშენისტანი თქო ის თითქოს ვერ იგზნობ რა. კი ბატონო. ნახე როგორ არის მე მათ მოვწოდოთ რა. ჩვენ ეს 3 წელია მინიმუმ 3 წელია ვცხოვრობთ რეჟიმში. ამ რეჟიმმა განაპირობა ის რომ ყველა ვინც გამქცევი იყო, ყველა ვინც მოღალატე იყო, ყველა ვინც მშიშარა იყო, უკვე არ გაქცეული. არა, მე რას ვამბობ, ყველა ვინც იყო, ეგეთი გაიქცეოდა უკვე რა. ეხლა დავრჩით მარტო ის ხალხი მთელ ამ დიდ სისტემაში იმედი პოსტები ყველა ვინც ჩვენთან ხო მაგას დავრჩით მარტო ის ხალხი ვისაც ფეხებზე კიდე ეგეთი რაღაცა. ასე ფეხებზე კიდე ვისაც ეს პატივია. ანუ შეხედეთ რა. ჩვენ ასეთქვაში ეგოისტი ვიქნები და პოზიტივში განსაკუთრებით. კი, ჩვენ დავიწყეთ ბრძოლა deep state-თან, მანამდე სანამ ეს მოდული გახდებოდა. ჩვენ დავიწყეთ ერთმა პატარა ტელევიზიამ აფიჩეკით, აქ ამაზე ლაპარაკობდით, დაჟე ტერმინებზეც ვერ თავხდებოდით რა შეიძლება დაგვერთვა იმ ძალაზე, რომელიც თავიდან იყო გლობალური ომის პარტია, იმიტომ რომ
მართლა ესეა, იმიტომ რომ ძალიან რთული იყო ოხტინო პერსონაჟი. ჩვენზე განსაკუთრებით კი, იმიტომ რომ ჩვენ ამ ომში ვართ თქვენ დიდი ხანი და შესაბამისად ჩვენზე ეს არ მოქმედებს რა. თანაც კიდევ ერთი დეტალია რა, მშავა რა. რაც მინდა აღნიშნო გლობალურ მასშტაბში რა. ქართულ ოპოზიციას არ გაუმართლა. ქართულ ოპოზიციას არ გაუმართლა, იმიტომაც რომ ქართული სახელმწიფო, იმიტომ რომ ევროპა ყოველთვის მესამე ხარისხოვან რაღაცას გთვლი და მაინც არ ვართ ისე ინტეგრირებული ევროპაში. კი, საბანკო სისტემა არის, მაგრამ ანუ მე რას საბანკო სისტემა მართია, ანუ ინტეგრირებული კი არ არის. ხო, მაგრამ ნახე მე რას გულისხმობ. ძალიან მეორე ქვეყანა. ანუ ჩვენ რომ მართლა ევროპელები ყოფილიყავით მათი გაგებით და ინტეგრირებული ყოფილიყავით ეს სანქციები კატასტროფა იქნებოდა. რა თქმა უნდა. და გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ანუ რა იცით ხო ანუ მე მინასულებს თქვა რა არ გვცვლიან ისინი ჩვენ. არა ეს და ერთ შაშავ დავამთავრე. ისინი ჩვენ არ გვცვლიან მათ ნაწილად. და ყველაზე ცუდი ამ დაპირისპირებაში რა იცი? ჩვენი გამოყენება ომისთვის იცი რატო უნდათ? ჩვენ მათთვის არავინ არ ვართ. ჩვენ არ ვარსებთ. ჩვენ ვართ, ანუ ეს არის ტრაგედია, რომ ჩვენ რო ვიყოთ, ანუ მაგალითად რო ვიყოთ ის სამი გიჟი სახელმწიფო რო არის, ლიტვა, ლატვია და მესამე რო არის, ისიც არაფერი არ არის. არა, მაგრამ შევაღალ ისინი მაინც ევროპის ნაწილებია. გიჟი არაადეკვატური, ოღონდ საკუთარი კულტურის. ჩვენ არა ვართ, მაგრამ რიარდ კიპლინგი იყო არა მარტო მაუგლის ავტორი, არამედ იდეოლოგი თეთრი ადამიანის ბედის თეთრ სუპრემასიან თეთრების უპირატესობის და არის ფაშისტური ელემენტები იყო მის შემოქმედებაში და შეგახსენებთ რომ რასიზმი ინგლისში იშვა. კი ოფიციალურად ასო. კი ბატონო, ხო და აი ეს არის ინგლისის საგარეო პოლიტიკის პოეტური მანიფესტი. და აი ზვირთს მიადევნეთ ზვირთი, წყარშეკრულება მიიღეთ თეთკანენის ტვირთი, თეთრი შვილები ზარდეთ დაცთამთასიქით გზავნეთ მოემსახუროს რათა დაღვრილ აღმოსავლეთს და ახლა თავარია თავის შვილებზე რას ამბობს ბრიტანეთი ახლა დაპრობილ ტომებს პირქუშ და ველურ ხალხებს ნახევრად ქაჯებს ჭინკებს ხოლო ნახევრად ბალღებს აი ეს არის ენია და თან რასიზმი ეს არის ხალხო აი მეტი ხა გრეიერ რამე შეცვლილა ხო ეს არის ეპშტეინი და რასიზმი რეიარდ კიპლინგი არ იყო ხელსამოსაკრავი კაცი იყო მართლა ძალიან ძლიერი ადამიანი რომელიც განსაზღვრავდა ეპოქის სულისკვეთებას ეს ეპოქა არის ეხლაც და ოღონდ ერთადერთი დავამატო ხარო როცა თეთკანიანზე ლაპარაკობს ბრიტანელი ის შენ არ ახარ თეთკანი არა თქო ან თელიეს მითოლოგია რომ ამერიკაში კავკასიელს და არა შენ ხარ არა ნიშანი რომშიც თვითონაო ხო სხვანაირი თეთრი აქვს მათ ხო მოდი გავაანალიზოთ ზოგადად რატომ მოხდა ეგ ხო და რას ელოდებიან პირველ რიგში ელოდებიან იმას რომ ეს ყველაფერი ხდება ორი მიზეზის გამო. ერთი ის რომ არსებული ოპოზიცია გადარჩეს საქართველოში, იმიტომ მას არანაირი ახლა აჩვენა რესურსი არ გააჩნია, ეს ერთი მომენტი და მეორე. კლავი მეორე, ამას ეს არ არის მარტო რაღაცა ერთ ქვეყანაზე მიყენებული დარტყმა, ეს არის დიდი თამაშის ნაწილი. ეს დიდი თამაში გულისხმობს იმას და ეს სჭირდებათ მათ, რომ ეს ომი უკრაინაში არ დასრულდეს ახლა რომ გაჩნდეს სხვა წერტილები რუსეთთან სამეზობლოში, ცხელი წერტილები და შენ მოგიწიოს აი ამ ჩათრევა, ჩაყოლა ესე ვთქვათ რა. ანუ ეს არ არის უბრალოდ იმიტომ რომ რაღაცა პოზიტივი დაესაჯეთ. ეს არის პირდაპირ გაფრთხილება იმის, რომ შენ თუ ჩემ გეოპოლიტიკურ რაღაც თამაში არ ერთვები, შენ დაისჯები. შენ ახლა უნდა გააკეთო არჩევანი, ხარ ჩემი ინსტრუმენტი. და ხალხი არიან უამრავი რომ ის უნდა რომ საქართველოს იყოს ინსტრუმენტი სხვის ხელში და ან უბრალოდ ისე ზეწოლას მოახდენ რომ რაღაცა პრობლემებს შეგიქმნით ცალკე აღებული ქვეყანაზე მართლა შეუულია მოახდინოს ზეწოლა მაგრამ ნუ როდესაც დიდი გეოპოლიტიკური თამაში მიმდინარეობს მით უმეტეს ტრამპის პერიოდი როდესაც ის გამოდევს მთელ რეგიონებიდან და კონცენტრაციას ახდენს კონკრეტულ სივრცეებზე, სადაც ამერიკა შეინარჩუნებს ძალაუფლებას. ეს ახლა თავარი ლოგიკა არის კიდე იმაში და ესე გაგრძელდება. ისინი ელოდებიან ტრამპის შემდეგ მოbrunებას იმ ძალებიც, რომლებიც იყვნენ ტრამპამდე. ისინი ელოდებიან, რომ აი ეს ძალები, რომლებიც მოbrunდებიან, კვლავ გააგრძელებენ საქართველოში აქტიურ
აქტიურად ხარდაჭერას ამ ოპოზიციის კვლავ დაიწყება ეს ახალი გეოპოლიტიკური აფეთქებები სოფლიოში და ახალი დიდი ომები. ან მაგას ელოდებენ ისინი ამ პერიოდს უყურებენ ტრამპის პერიოდს უყურებენ როგორც რაღაცა მოკლევადიან შეჩერებას. და ამიტომ ამ მოკლევადიან შეჩერებაში არ იძლევიან საშუალებას რომ ეს ქვეყნები, პატარა ქვეყნები მოძლიერდნენ, არ იძლევიან ამის საშუალებას. ის მათ კარგად ობიექტურად რო ავიღოთ, ხო საქართველოს იმხელა პოლიტიკური დარტყმები მიიღო სტაბილიზაციის 5 რევოლუციის ცდილობა იყო, ხო? რამოდენიმე 2 წლის განმავლობაში, ხო? თუ მეტი არ. ანუ პოლიტიკური სიმშვიდე პრაქტიკულად ის არ ქონდა გარანტირებული, ხო? იყო სულ რაღაც დაძაბულობა. და ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ისინი მათ არ უნდა შეაჩერონ, როდესაც მიიღებენ იმას, რომ ამერიკაში იქნება ის ხალხი, ვინც მათ უნდათ დამეჯერეთ ეს სისტემა თუ მართლა შემოტრიალდება ამ ხელა მაქინა თუ შემოტრიალდება ერთი კონკრეტული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მას გამოუვა, რა თქმა უნდა გამოუვა, გამოსვლია. ბოლო მართლა ისინი ხავთ, რა ქვია. ავიამზვიდები ხავთ და მართლა სერბეთში გვინახია ეს და კიდე სხვა მაგრამ ამიტომ სხვა მოთამაშეები ძალიან სუსტები იყვნენ და ისინი სხვა მოთამაშეები ამას სერბეთის ამბავს გამეორებას არ დაუშვებენ. ეხლა ისინი კარგად ხვდებიან საქართველოს სტრატეგია რაც არის. ისინი ხვდებიან რომ საქართველოს ეხლა მულტიპოლარულ საგარეო პოლიტიკას ეწევა. და ძალებს იკრებს. კარგად ხვდებიან რომ ის ახალ რეალობაში იმ ფუნქციას იჭერს, როდესაც ის ინსტრუმენტის როლიდან გამოდის და ამის საშუალება არ უნდა რომ მოგცე. მთელი ბრძოლა ახლა მიდის იმედო საქართველოს ფუნქციაზე მიდის ხალხო ბრძოლა და არა რაღაცა ორ ტელევიზიაზე. არა ერთ-ერთი გამოხატულება. ეს არის დარტყმის ობიექტი საქართველოში. საქართველოს არ იქცეს რაღაცა ბუფერად ამ დიდ სახელმწიფოებს შორის გამტარად და საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი ეს გეოპოლიტიკური წინააღმდეგობები რო გადალახოს საკუთარ თავში. ჩილოთ სამხრეთის გზა, ხო? რკინიგზა, როდესაც უნდა გააქტიურდეს, რასაც ჩვენ ველოდებით აფხაზეთის საკითხი, და აფხაზეთის საკითხი აუცილებლად გააქტიურდება აფერო. მიმდინარე მოვლენებით ცხადყოფს. ჩვენ გვაქვს შუადერეფნის საკითხი, ჩვენთან არის უამრავი პროექტი, რომელიც გვანიჭებს მთელ რიგ უპირატესობას. ჩვენთან შედარებით. ამ მდგომარეობაში ხვდებიან რომ ეხლა ეს დღეს არ ხორციელდება, ამას სჭირდება აწლეული და უნდა მოასწრო ამ ყველაფრის შეჩერება. ხო არის ნათქვამი რომ რაღაცა ყველაფერს თავის დადებითი მხარე აქვს, მე დიდად ეხა ამას არც განვიხილავ დიდარტყმად, იმიტომ რომ ეს გასაგები იყო და უბრალოდ ახლა ჩვენ მოვეკეცით ასე ვთქვათ ყურადღების ეპიცენტრში, თუმცა დამსახურებულად როგორც ჩანს. ანუ ეგ მართლა ფაქტია შენ რაც ვიშალვა რომ რაღაც არის მომენტი, როცა გონია რომ რაღაც დონეზე გახვედი და გონია რომ ხა ეს სტატუს კო იქნება რაღაც შეშვიდე და ამ დროს სწორედ ამ დროს ხდება ეს დარტყმა. ანუ იგივე ჩვენ რაც ახლა წეგავ თქვი დიგიტალური სუვერენიტეტი, ის ფაქტი რომ ისინი თქვათ ეს ჩვენი გარე არაკეთილმოსურნეები გამოიყენებენ საბანკო სისტემას, ფინანსურ სისტემას, რაც მათი ახლა რაც ანგლოსაქსების ბერკეტია, ხო და რასაც იყენებენ ზოგადად. ამ მიმართულებით რო არის გასაუმჯობესებელი, ხო პრევენციული ზომები, ეგეც მნიშვნელოვანია. რაც ასევე ვახსენეთ ახალგაზრდების ჩართულობაზე, იმიტომ რომ მე ვიცნობ ბევრ ახალგაზრდას, რომელსაც მართლა არ უნდა ომი, მართლა არ უნდა უბრალოდ ხო ხტები რაღაც თითქოს უფრო სოციალურ წახალისებას ეს უფრო სოციალურ სახელმწიფოს ელის რომ უფრო მეტად თქვას რომ კი არ ხო ხტები მაინც ახალგაზრდაა და შეიძლება უჭირდეს თქვა რომ მთავრობას სწორია იმიტომ რომ ხო ხტებით ახალგაზრდული ჰორმონებია ჯანყისულია და 1000 რაღაც და აი ეგ უნდა რაღაცნაირად გადავლა ხო და აი იმიტომ მთავრობები უზრუნველყოფენ ზუსტად მთავრობები ზუსტად და კიდე ერთი აი ხშირად დისკუსიებში საჯაროთაც და ესე უშუალოთაც აი როდესაც აი ეხა იყო რა ეს რა რო დასანქციrdit რაღაცა ხო ეს წრეში მეგობრების რომ მე უთხარი კაცო ეს არის ძალიან ლოგიკურია ჩვენ ვამხილეთ ის რომ ჩვენ გვითხრდნენ ომში აი და ამაზე ვფიქრობ აი როგორ დასავლეთი გვითხრობს აი მე ვეუნები აი უგულავას განცხადება ჭიაბერაშვილის განცხადება ხო კაი ეგენი უსამშობლოები არიან მეთახმები მაგრამ აბა უკრაინა მე ვეუნები აგერ გონჩარენკოს განცხადება აგერ არესტოვიჩი ეხა რომ მოჭკუებული არის სტეპანჩუკი და ყველა რომ აბა შეისეინე და ასე შემდეგ მაგასაც უდევდა კაი ეხა გასაგებია რომ უკრაინას უნდა ომში შაგირთოს რა შენც რო იყო შენც მოგინებ კაი და ამერიკას რაღაც ერჩითო მე მეუნებიან და ბიჭო
აი მართლა მახსოვს მეთიუ მილერს აი ის ქონდა მაღვიძარა ქონდა დაყენებული ყოველ კვირას და ყოველ კვირას იქ უკრაინაში ომი მიდიოდა ყოველ კვირას ლაპარაკობდა საგამრო თქვა ბაიდენზე და იმას მილერზე არ ვამბობ იმაზე რა ქვია საგარეოს მინისტრი ვინც იყო მაშინ იმათ მეთიუ მილერი ყოველ კვირას ლაპარაკობდა საქართველოს ხო ყოველ დღე იყო ლამის რა ვიცი ხა მე ცოტა ისე გაიცათ მახსოვს თურქი მე მგონი ჟურნალისტი რომელიც დაქირავებული არ არსებობდა და ხან ხა ის ფაქტი რომ ესენ გეოპოლიტიკური ლოგიკაც რო არის გარდა იმისა რომ ჩვენ პოზიტივის და პირადად ჩემი სურვილია რომ მოხდეს გეოპოლიტიკური ხლართის განწყვილვა ან დეკაპლინგ რაც არის საქართველოს უკრაინა ჩვენ ვართ პროექტი რუსეთის ასე ვთქვათ რუსეთის ესე იგი დასანთებ კოცონში შესაგდები ფიჩხი და ჩვენ ვამბობთ არ გვინდა უკრაინა აგერ შეაგდეს ეს განწყვილვა გვინდა და ამიტომ ჭალებში ვისჯებით მე საერთოდ არ მგონია რომ ვისჯები არავისგან მაგრამ უნდათ აი მართლა ერთად შეგვიკეთოთ უღუმელს აი მართლა კიდე ამასაც ვეუბნები ყველა უშუალო საუბრებში და აგერ ტელევიზიაშიც ვეუბნები არ მე მაოცებს და ახაც მithქოს და 100 ჯერ ვიტყვი როგორ შეიძლება ერთი სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი როგორც ფეხბურთში ტრანსფერია გადავიდეს მეორე ქვეყანაში და იქ გუბერნატორი ახდეს ეს რა ჯანდაბა არის გამაგებული ეს არის ის რომ პროექტი ვართ წასაკიდებელი და უნდა განვეწყვილოს უკრაინა აიგა პრეზიდენტი არ არის და არც მეორე ქვეყნის გუბერნატორი იმ ძალის ანუ პროექტის აქ იყო მენეჯერი უბრალოდ პრეზიდენტი ეწევა ქვევით ტრანსფერში აქ რომელიღაც კომპანია ამერიკული სათაობის ხანაგდანიშნავს ან პაკისტანის ხო ანუ ის არის რა როგორ სათაო ოფისია ბრანჩები რო აქვს ფილიალები აქედან უნდა ფილიალები ამ შემთხვევაში ქვეყნის საზღვრებს ეთხოვა რა ხო დავასრულე ამ შემთხვევაში ჩვენი მოვალეობა ზუსტად თქვენ პათოსს გავაგზავნებ ზუსტად ის არის რომ აი ეს ახალგაზრდა თაობა ვის მოტყუებასაც იღებენ ახლა მაგენ ჩვენ რო ვეღარ მოგვატყუებენ ეგ ფაქტია ინგლისი კი არა არ ვიცი მთელი მსოფლიო რო დაირაზმოს ვეღარ მოგვატყუებენ ხო ფაქტია რა როგორც იმისი არ იყოს თქვა რაღაცა პროპაგანდაზე რო არის საუბარი ერთსქესიანთა ურთიერთობების შესახებ ისინი ჩვენზე არ არის გათვლილი ის არის გათვლილი ბავშვებზე მომავალ თაობაზე რომ 5 წელიწადში და 10 წელიწადში საქართველოს ასევე არის იმ თაობაზე გათვლილი ეს ყველაფერი და უთხრათ რომ აი მაგალითად ძვირფასო ახალგაზრდება ხო არის BBC ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი დიდი ბრიტანეთის დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი შეერთებული სამეფოს ხო შეერთებული კი შეერთებული მაგარია ხო და დიდი ბრიტანეთის ეგრეთ წოდებული BBC საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ერთ-ერთი თანამონაწილე ერაყში მიმდინარე ომისა ის იყო მთავარი პროპაგანდისტი რომელიც დარწმუნებით აცხადებდა რომ იქ იყო ქიმიური ბიოლოგიური იარაღი და ასე შემდეგ ერაყის დაიპყრეს მისი ხელმძღვანელი ჩამოახჩეს ხალხიც გაწყვიტეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით 2 მილიონია და მშვიდობიანი მოსახლე წარმოიდგინე ამის შემდეგ BBC ისევ BBC-ია ვითომ ისევ ავტორიტეტული რა ქვია მაუწყებელია არავინ ბოდის არ იხდის არავინ არაფერს არ აკეთებს არავის პასუხისმგებლობა არ გააჩნია ხო და აი ისიც თქმა მინდა რომ ჩვენო შვილებო მეგობრებო ახალგაზრდებო ეს ხალხი რომელსაც თქვენ ესე რაღაც აღტკინებული თვალებით უყურებთ პასუხისმგებლობა აქვს ნული საქართველოში არ ვლაპარაკობ მაგათ ხო პასუხისმგებლობაც არ აქვს თავმოყარებაც არ აქვს ღირსებაც არ აქვს სამშობლოც არ აქვს და დედაც არ აყავთ და მამაც მაგათ დედა და მამა არიან სადა რა რომელ ქვეყანაშიც ვინ გამოჩნდება პატრონი ანუ ესენი არიან ის ხალხი ის კატეგორია რომლებიც თქვენ მაგალითად თქვენ ხო ადამიანებად არ გთვლიან ამიტომ არ გეუბნებიან რომ თქვენ გაქვთ უფლება არანაირი უფლებები არ გაქვთ არავის არ აქვს საქართველოში უფლებები მათი გადმოსახედიდან მე დააკვირდით როგორც კი ხელისუფლება გადაერთო პოზიტიურ დღის წესრიგზე რასაც ჩვენ ვთქვათ რაღაცა როგორც კი დაიწყო თქვენს უფლებებთან დაკავშირებით ზრუნვა განათლების უფლებასთან დაკავშირებით სწორ განათლება უფასო განათლება აგერ რაღაცა ფასების კლება ანუ ადამიანების მოქალაქეების სოციალური პრობლემის მოგვარება დაიწყო დაკვრები გაგშირდა უკვე დაიწყო უყურებენ ახლა რა ხე ამათმა ბიჭო დაიწყეს ახლა წარმოიდგინე ამდენი ხალხი ხო რა ქვეყნის შენებლობა და ეგრევე წამოვიდა დარტყმები ეს დარტყმები გაგრძელდება არავის არ ეგონოს რომ მაგალითად არ დაასანქციონოს რომელიმე დიდი ბიზნესი რაღაცას იზავენ აუცილებლად ანუ ხელი სადამდეც მიუწვდებათ იმას აუცილებლად შერცხვებათ
რაღაცა ნამუსი დაუშლის თუ თანამდებობა თუ როგორღაც არის, ხო? არაფერი. ანუ ესენი თავის გასაკეთებელს გააკეთებენ, იმიტომ რომ ეხლა უნდა ჩამოშალონ ხელისუფლება თქვენის მეშვეობით. ხელისუფლება და ის ხალხი ვის დგას, ჩვენ ვინც გამობრძმედილები ვართ ამ ყველაფერში. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ არ მოვტყუდებით. მაგრამ თქვენის მეშვეობით შეეცდებიან რომ ქვეყანა დაანგრიონ, ხელისუფლებაში მოიყვანონ ის ჯგუფი, რომელზეც თქვენც მაგალითად იძახით, რომ იცი რა, ეგენი ისინი არიან ნაცები არიან, ეგენი რა შუაშია, ჩვენ არც ნაცები ვართ, არც ქოცები. არა, თქვენ არც არავინ არ გეკითხებათ და არც არავინ არ შეგეკითხებათ. არავინ შეგეკითხებათ. ეგრე მოგიყვანენ და დაგისვენ იმ უგულავასნაირ ოჯახისებრთა წარმომადგენელს აქ, იმათ რა ქვია, თავრობის მეთაურად ვერც კი მიხვდებით ეგ ერთი და ვერც მერე ვერ მიხვდებით როგორ აღმოჩნდებით ომში და უბედურებაში. ამიტომ დღეს განსაკუთრებით გვმართებს გონიერება, ჩვენ უნდა კარგად დავფიქრდეთ, კარგად უნდა ავწონოთ და დავწონოთ და არასოდეს არ უნდა გვიხაროდეს, სულ მაგას ვამბობთ, თქვათ, აი რა ბოლო წლების განმავლობაში. ეთერშიც აი მაგალითად შეურაცხყოფა მიაყენა ვიღაცამ შენი ქვეყნის თავრობის წარმომადგენელს, ხო? შენ მაგალითად არ მოგწონს და არ გიყვარს ის შენი თავრობის წარმომადგენელი. მაგრამ შენ თუ ღირსეული ადამიანი ხარ, შენ უნდა დაიცვა შენი ქვეყნის სუვერენიტეტი, მორჩა და გათავდა. ინგლისის ელჩი რომ გიზის აქ და გელაპარაკება რაღაცა უფლებებზე და თურმე ჩვენ მაგალითად პოსტიველები იქნება თუ იმედელები უკრაინაში დესტაბილიზაციას როგორ ვიწევთ და ეს არ შეიძლება და ამის გამო უნდა დავსანქცირდეთ. ანუ ესე იგი ესე თქვა წყალებში თუ ჩვენი დასანქცირება შეიძლება და გაყინვა ანგარიშების, სხვა ტელევიზიების გასანქცირება და გაყინვა შეიძლება. ანუ თქვენ რო ტელევიზიებს უყურებთ ვიღაცეები, ისიც შეიძლება დასაშვებია მოსულა მსოფლიოშიც და განსაკუთრებით საქართველოში. ანუ ეს ხდება თამაშის წესები. ჯოქს აქ ორი მხარე რა. კი ბატონო. ანუ შენ ის კი ნუ გიხარია რომ დღეს პოსტივი დაასანქცირეს. შენ ის გათვალე რომ იმას ისიც შეუძლია, ხვალე ის შენი საყვარელი ტელევიზია დაასანქციროს და ასე შემდეგ. ანუ და ის რომ ის მასაც დაფიქრით რომ გვერდზე რომ უჯდა პარტიის ქვეყნების წარმომადგენლები და ჩვენ რომ მორალს გვიკითხავდა, თურმე როგორ არ წყვეთ ურთიერთობას რუსებთან და ქვეყანას თავზე არ ვინგრევთ. და ჩვენთვის ეს მიუღებელია, აბა იმას დაფიქრდით და გადახედეთ ის სამივე ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები დღესაც გაფაციცებით და გამალებით ვაჭრობენ რუსებთან. მთელი ევროპა, მთელი ევროკავშირი. ანუ მარტო ვაჭრობა კი არ არის, ვაჭრობა სხვა რაღაცაა. უყურე, შავა, ვაჭრობა არის სხვა რაღაცაა. რაღაცის უფლება, სანქცირებული ვაჭრობა და ესე რომ შემოგიწირავებიან და შენ ამას გელაპარაკებიან, ღირსება უნდა გაგაჩნდეს და ტვინი უნდა გქონდეს საიმისო უნარი, რომ შენი ქვეყანა დაიცვა. არ ჭირდება შენ მაგალითად პრემიერ-მინისტრს შენი დაცვა. ქვეყანა ჭირდება, შენ ქვეყანა ჭირდება. ამიტომ გონიერება უნდა მადლობა მეგობრებო, მე მგონი ამომწურავთ ვისაუბრეთ ამ მნიშვნელოვან საკითხზე. ჩვენ ერთმანეთს მომავალ შაბათს შევხვდებით, კარგად ზამთრობით.